ჩვენ შეჩეული ვართ რუსთავში ასეთ შეხვედრებს, მაგრამ წინა შეხვედრები ჩვენი ყოველწლიურად ეფუძნებოდა იმ მდგომარეობას, რაც იყო და რაც და ყოველი ახალი ჩამოსვლა იყო გამოცხადება ახალი გზის შენებლობის, პარკის შენებლობის, ახალი საწარმოების გახსნის, ინფრასტრუქტურის გაკეთების, ქალაქის შეკეთების. ჩვენ საოცრებები გავაკეთეთ რუსთავში ბოლო წლების განმავლობაში. ქალაქში საერთოდ პრაქტიკულად არ იყო წყალი. პრაქტიკულად არ ახარდათ ადგილი, სადაც არ არის მუდმივად წყალი. ყველგან შევედით გზით, გავაკეთეთ სპორტული ობიექტები, მაგრამ სამწუხაროდ დღეს კონსტატირება გვხდება ფაქტის, რომ ყველაფერი რისი გაკეთებად ჩვენმა მთავრობამ, საქართველოს მთავრობა ვერ მოასწრო აქ, მიუხედავად თქვენი დიდი ძალისხმებისა, საკრებულოს, ქალაქის მერის და გუბერნატორის ყველაფერი არის გაჩერებული. გაჩერებულია ის პარკი, რომლის გაკეთება საზეიმოდ დავიწყეთ და ძალიან ბევრი რუსთაველი ელოდებოდა. ძალიან მაგარი პროექტი და ძალიან ამოყობდიან პროექტით. გაჩერებულია სპორტის სასახლე, რომელიც რუსთავს ძალიან ჭირდება ახალგაზრდობას. გაჩერებულია გზა 150 კაცი რუსთაველი იყო დასაქმებული, მაგრამ გარდა ამისა ეს რუსთავისთვის იყო საშუალება და ეს გზა რეალურად გაზაფხულზე პრაქტიკულად უნდა დამთავრებული იყო უკვე. როგორც ერთმა ტაქსისტმა უთხრა ჩემ ოჯახის წევრს, ბათუმში იყო დაიცოდა რომ ჩემი ოჯახის წევრი იყო ამას წინათ. სადღაც ქალაქს ბათუმში თქოს ყველგან შევედი კარგზით. მაგრამ სადღაც განაპირა იყო ცუდი გზა და ამ ჩემანაც მოუთხა რომ რა ცუდი გზა არის რომ აბა ბიჭო ეს ნეტავი ნაციონალების თავრობას ეს გზაც მოესწრო. ასე რომ და დაწმუნებული ტაქსისტმა იმათ მიცა ხმა. მაგრამ გზები მაინც ჩვენგან უნდა 1000 ლარიან ვაუჩერს ეხა ხალხი მისტირის. და ეხა ხშირად მეკითხება სად არის 1000 ლარიანი ვაუჩერი ბოდიში მეუთხარი პატარა პრობლემაა. არჩევნებზე შეიქმნა პატარა პრობლემა საქართველოს და ამას მე ნამდვილად ნიშნით მოგები არ ვამბობ. ეს არის დიდი პრობლემა. და ნამდვილად არაფერი არ გასახარებელი არ არის. ერთ-ერთი რაც არის გასახარებელი მართლაც არის ის რომ საქართველოში აღმოჩნდა ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელიც ძალიან ღირსეულად უგრძელებს ამ დაწოლას და პირველ რიგში ეს არის მათ შორის თქვენი საკრებულო. გუშინ სხვა შორის შევხვდი ქუთაისის საკრებულოს, სადაც პირიქით ნაციონალური მოძრაობის ფრაქციაში გადავიდა ხალხი და ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ არა როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, როგორც ინსტიტუტების გარანტორი. ის რაც ხდება, ეს არის დაწოლა ინსტიტუტებზე. აქ არ არის მარტო ცალკეული პარტიის განადგურება, არ განადგურებაზე საკითხი. თუმცა ტერმინი განადგურება თავისთავად ნიშნებრივი ტერმინია. როგორც ვერავინ ვერ გაანადგურებს. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ჩვენ მიერ აშენებულ შენობებს. რამდენი გეგმებიც არ უნდა დააწყონ და ბულდოზერები უკვე მომართულა მოდი მივადგეთ დავანგროთ იმდენი ავაშინეთ რომ არ ეყოფა პრემიერ-მინისტრს შემდეგი 50 წელი რომ ჩვენი აშენებული ბოლო 8 წელიწადში მიწასნა გაასწოროს როგორც იმუქრება ისე ვერავინ ვერ დაანგრევს იმას რაც ჩვენ შევქმნით და თავარი ჩვენ შევქმნით ის რომ ჩვენ შევქმნით ქართული სახელმწიფოები რო ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები ქართული ჯარი ქართული პოლიცია მე ძალიან გული მткиოდა გუშინ ქუთაისში სადაც ახლა იმას ვიღებ Facebook-ზე რომ არ იყვნენ ესენი ქუთაისელები არ გეწყინოთ და რაღაცას მეუბნები მიშა და ეს მე ყველაზე კარგად ვიცი ვინც იყვნენ ეს საოცრებები რაც იქ იყვნენ შეკრეფილი ეს 30-50 თუ 60 კაცი მაგრამ პოლიციელებს უბოდიში ხდიდნენ იმიტომ რომ დილიდან მიიღეს ინსტრუქცია რომ არ გაეკაროთ მიეცეთ საშუალება რომ ამ რაღაც სუბიექტებმა აქტივისტებმა ერთი კონკრეტული პარტიის რაღაცა გაუკეთონ პრეზიდენტს. და გუშინ რომ დაინახეს რომ არ გამოუვიდათ, ეხლა კანონში აქვს პარლამენტში რომ პრეზიდენტის დაცვის სამსახური ჩამოვიდა პრეზიდენტის დაცვის გარეშე. წაიღოს დაცვა. დაცვა ჭირდება იმ კაცს, ვინც ამას აკეთებს. 4-ჯერ მეტი დაცვა ჭირდება, 5-ჯერ მეტი კარგი ქონება აქვს დასაცავი და ავლადიდება. მე დაცვა არ მჭირდება ჩემი ხალხისგან და არავისგან. მე არც ქონება მაქვს დასაცავი როგორც მათ გონიათ, არც რამის სიამოვნებით ვივლი მარტო, შევხვდები ყველას და მაინც ყველაზე მაგარ სამუშაოს ჩავატარებ და მაინც ყველაზე კარგ კამპანიებს ჩავატარებ და მაინც მივახცევთ იმას, რომ საქართველოში აღდგება კანონიერება და წესრიგი. და კონსტიტუციური ცხოვრება გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება განუხრელად დაცული. როდესაც ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ დაიჭირეს თქვათ რევოლუციის რევოლუციის შემდეგ დააპატიმრეს და პასუხი აგებიეს ყოფილ ენერგეტიკის მინისტრს. იმ ადამიანმა ჩააბრელა საქართველო.
ფულს აკეთებდა იმაზე, რომ საქართველოში არ ყოფილიყო დენი. ახლა დაიჭერეს ალეკო ხეთაგური გუშინ, რომლის გამო საქართველოში არის დენი. იმიტომ რომ ალეკო იყო თელი ეს პერიოდი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე. დაიჭერეს ალეკო ხეთაგური, რომლის გამო ბიუჯეტი მათ შორის როცა ფინანსთა მინისტრში გადავიდა, მანამდე ვერ მუშაობდა, 11-ჯერ გაიზარდა. განსხვავება აღარ არის საქართველოს დამბნელებელსა და ფულის მომპარავს შორის და იმ ხალხს შორის, ვინც ეს ფული მოატარია. დაიჭერეს გვარამია, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი კორუფციასთან საქართველოში, მანამ სანამ სახელმწიფო სამსახურში იყო. მერე წავიდა საუკეთესო უცხოური განათლება მიიღო და დაბრუნდა საკუთარ ქვეყნის სამსახურად, გაიჭერეს ამ ოროსნებმა მართლა ორი წიგნი რო არ აქვს წაკითხო, რომელიც მარტო იციან თვლა დოლარის ნიშნებს ცნობენ. და ეს არის სამართლიანობა და ეს არის ის რისი აღდგენისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ. დაიჭერეს დამენია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი სახელმწიფო მოხელია საქართველოში, ვინც რამე მინახავს მე პირადად ცხოვრებაში. საერთოდ არ აინტერესებს პირადი საკითხები, არც არასოდეს არ მიკარები ამ პირად საკითხებს. მომპარავი გამოდის ციხიდან, კორუმპირებული ზის კაბინეტში და იჭერს ის ვინც ებრძოდა კორუფციას და ვინც ებრძოდა კრიმინალს. და თქვენ გონიათ ამას ყველაფერს ფასი არ აქვს ჩვენი ხალხისთვის და არ გამოყვება ამას ყველაფერს შედეგები. თვითონ ხალხმა ნახოს რა არის კარგი ცუდი. ნახოს ვინ ჯობია გვარამია თუ ვინმე ნაცლიშვილი. ნახოს ვინ ჯობია ჩემი მიერ გაგდებული კორუფციისთვის 2004 წელს ხადური თუ ჯაბა ებანოიძე. კახადამენია თუ კიდევ ვიღაც სუბიექტები, რომელიც იქნება მთავრობაში. ნახოს ხალხმა განსხვავება. ხო დავავიწყდათ, კარგად დავავიწყეთ ჩვენ ეს ხადურები. ნახო როგორები არიან ეს ხადურები. როგორ თქვენი ერთ ქალაქელი იტყოდა. კახადამენია, ნიკა გვარამია ციხეშტონ, ყველა დანარჩენი ვინც ალეკო ხეთაგური. საქართველოს საუკეთესო ინტელექტი. კიდევ ერთხელ საუკეთესო ინტელექტი. საუკეთესო გამოცდილება. ნამდვილი ელიტა, რომელიც შეიქმნა და რომელსაც შენატრულად თელი პოსტსაბჭოთა სივრცე და ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა. ყველა ამ ადამიანზე დღეს არის მოთხოვნა მე თვითონ და რამდენი მათგანი პირდაპირ შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნებში პრემიერ-მინისტრის რჩევლად, პრეზიდენტის რჩევლად, დიდი კომპანიების ხელმძღვანელებად. ალეკო ხეთაგურს ქონდა 5 თუ 6 შემოთავაზება მართლა მილიონიან შემოსავლიან სამსახურებში, ჩვენ მარტო ჩვენი რეგიონის მასშტაბით, ენერგეტიკულ კომპანიებში, ფინანსურ კომპანიებში. და რითი ვარ ჩვენ დაკავებული? მოდი ახლა ალეკო ხეთაგური მის მაგირო საქართველოს ემსახურებოდეს და თავის ნიჭის რეალიზებას ახდენდეს. მოდი ახლა გამოვაშენდეთ 8-9-1000 კრიმინალს. გაგებით შევხვდეთ ამას და ალეკო ხეთაგურმა დაიკავოს მისი ადგილი. რუსთავი ორის დირექტორმა დაიკავოს მისი ადგილი, რომელიც იყო კორუფციასთან ერთ-ერთი მთავარი მებრძოლი საქართველოში. და სამაგიეროდ ის სუბიექტები, რომელიც იყვნენ კორუფციის მამები და ისინი იყვნენ დღეს ამ კორუფციის გაქრობის შედეგად აშენებულ სახელმწიფო დაწესებულებებში აქტიურად დაანგრიონ ჯერ სახელმწიფო და მე ალბათ ამ შენობებსაც მიაყოლებენ. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არ არის ის სუბიექტები, რომელიც გუშინ ქუთაისში არტიკულირებდნენ იმას, რაც ჩვეულებრივი ადამიანები ასად არ არტიკულირებენ. და დაკავებული იყო იმით, რითაც ჩვეულებრივი ადამიანები ასად არიან დაკავებული. მე ესეთ სუბიექტები მინახავს თავის დროზე. აჭარაში როცა შევდიოდით და იქ გვესროდნენ ქვებს. მე ესენი მინახავს მარნეულში როცა ნაციონალურ მოძრაობაში ოპოზიციაში ვიყავით და იქ გვესროდნენ ქვებს. სახეები არ იცვლებიან, დაახლოებით ერთი რეგიონის სახეები, შეიძლება გვარები იცვლებოდნენ. არაფერი ახალი ამაში არ არის და ხალხი გამოეკიდა საკითხს. ხალხი არაფერი შუაში არა, ხალხს ნუგარევთ ძალიან თქო თქვენ ბინძურ მარიფატში. ეს არის ზუსტად ის ხალხი, ვინც ქვებს გვესროდა მარნეულში, ვინც ქვებს გვესროდა აჭარაში, ვინც გუშინ ქვებს გვესროდა ქუთაისში, ვინც დარწეს ახლა საკრებულოებთან არაფხიზელ მდგომარეობაში და ცდილობს საკრებულოს წევრები შეაშინოს. რასაც შეგეძლო, ჩერ შეყავთ ეს ხალხი, პოლიციაი და ჩვენ არ ჩავერევით და მე შედის პროკურორი და უნდა ყველას დაგიჭრთ. ვერავისაც ვერ დაიჭერენ. საბოლოო ჯამში ყველა ეს საქმე დაემხობა თავზე როგორც ხუხულა. საშინელ დანაშაულებებს ვლაპარაკობთ და შემდეგ აღმოჩნდა რომ
ეხება ერთი კონკრეტული სუბიექტის ტელეფონების დაზიანებას, ერთი კონკრეტული სუბიექტების ვიდეოკამერების დაზიანებას, ერთი კონკრეტული სუბიექტების ტელეფონების მოსმენას, ერთი კონკრეტული სუბიექტის ბანკის გაკოტრების ცდელობას ოღონდ თურმე და პრეზიდენტი უდგა სათავეში ბანკის გაკოტრების ცდელობას და ვერ გააკოტრა რაღაცნაირად. ჩვენ ყველანი გავალთ სამშვიდობოზე. ძალა ერთობაშია. და ეს არის ჩემი გზავნით საქართველოს ყველა საკრებულოს მიმართ.